ლიბერალური დემოკრატიის იარაღად გამოყენება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედება და საქართველოსა და უკრაინის მიზან-მიმართულ დაზიანებაში მხილებული გარე ძალები. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა არასასრული მთავრობების მარიონეტების ჩანაცვლების სპეცოპერაციების დეტალებს ფარდა გადადგომიდან წლების შემდეგ ახადა. პოლკოვნიკი ლოურენს ვილკერსონის თქმით, სპეცსამსახურები ქვეყნებში მედია საშუალებებს ყიდულობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებში კი აგენტებს ნერგავდნენ. გარდა ამისა, აკომპლექტებდნენ და ფულს უხდიდნენ კონკრეტულ ხელისუფლებებს. ჩვენ ყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, სატელევიზიო სადგურებს, ზოგადად კომუნიკაციის საშუალებებს. მათ თავს ვახვევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ არ იცოდნენ. ხშირად მათში CIA იყო ჩანერგილი და ჩვენ მათ ვასწავლიდით. ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად ვიყენებდით. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულები ვიყავით. რადიკალური ოპოზიცია, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში წლებია ჩართულია, მხილებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს ნაციონალური მოძრაობა. NGO-ების შესახებ კითხვებს გაურბის ამერიკის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ინფორმაციის დაკნინებას და თემის გაუბრალოებას ცდილობს. ყოფილ ხადამდგარ სამხედრო პირების პოდკასტში ნათქვამ სიტყვებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ჩემი ხალხის ზალაში უსვამენ ხაზს, რომ NGO-ების ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ მორიგ ჯერზე გამოაშკარავდა, როგორც პარტიაში განმარტავენ ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობების უკან, რაც მიზნად ხელისუფლების ცვლილებას ისახავდა, ყველა ჯერზე გარე ძალები და მართული NGO-ები იდგნენ. უკვე მერამდენად დასტურდება ის, რასაც ვამბობდით, რაზეც თავს გვესხმოდნენ და ეხლა თავად იმ წყაროდან მოდის დასტურით, საიდანაც იგეგმებოდა ასეთი პროექტები და საიდანაც ხდებოდა მისი ლობიზმი. ამერიკელი მაღალჩინოსალიც ამას ადასტურებს, რომ ისინი ცდილობდნენ, რომ გარე დაფინანსებით ქვეყანაში შიდა რევოლუციები მოეწყოთ. ჩვენ ქონდა ასეთი 5 რევოლუციის მცდელობა, ქონდა მოლოტოვის კოქტეილებით სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დამკვიდრება და ქონდა ძალიან ბევრი შანტაჟი, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან, ისე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს იყო თავდასხმის ობიექტი გარე დაფინანსებით და ამ ხელფასს ღებულობდა ნაციონალური მოძრაობა და მისი დესტრუქციული არაერთი განაყარი. საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირ თუ ირიბად გარე ჩარევასა და მის რისკებზე მმართველ პარტიას არაერთხელ უსაუბრია. აღნიშნულის პრევენციისთვის კი ქართულმა ოცნებამ გამჭვირვალობის კანონიც მიიღო, რასაც სწორედ ის NGO-ები ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებიც მილიონობით დოლარს უცხოეთიდან გარე ძალების ინტერესების გასატარებლად იღებდნენ. სახელისუფლებო გუნდში უსვამენ ხაზს, რომ გამჭვირვალობა სახელმწიფოს მოსალოდნელი საფრთხეების განიცავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ასე ვთქვათ, კურსის ერთგვარი შეცვლის შედეგად ერთი მეორის მიყოლებით ხდება ისეთი ამბების, ასე ვთქვათ, გამჟღავნება, რაც აქამდე პრინციპში ცნობილი იყო, რომელთან დაკავშირებით მათ შორის ჩვენც ხშირად საუბრობდით. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როდესაც რაოდენ მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, მისი სუვერენიტეტისათვის, მისი განვითარებისათვის, რომ გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. იყო პირდაპირ მცდელობა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების ჩამოქცევის აქტიურად გამოიყენებოდა NGO სექტორი ის რომ ხდებოდა სპეცსამსახურების შეგზავნა პრაქტიკულად იმ სფეროებში, სადაც შესაძლოა თვითონაც კი ადგილზე არ იყვნენ ბოლომდე გააზრებით ინფორმირებული ამ მოცემულობასთან, ის რომ ხდებოდა შესყიდვა და მოსყიდვა მედია საშუალებების აგენტურის მხილება ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც განხორციელდა. საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 5 რევოლუციის მცდელობა, დეზინფორმაციების არაერთი ტალღა, გარე ჩარევები და ძალადობრივი პროცესები გადაიტანა, რის ავანგარდში სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და მათი პარტნიორი რადიკალი პოლიტიკოსები იყვნენ.